რამდენად რეკომენდებულია, რომ გათხოვების შემდეგ ქალმა შეიცვალოს გვარი. ამ თემასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შეკითხვა შემოვიდა ბოლო პერიოდში, შესაბამისად გადავწყვიტე, რომ ვიდეო ჩამეწერა. შეხედეთ, როგორი მომენტი არის. თითოეულ გვარს აქვს თავისი ისტორია და ამავდროულად თავისი წინაპრების ეგრეთ წოდებული ცოდები დავარქვათ. როდესაც ქალი გათხოვების შემდეგ იცვლის თავის გვარს, გარკვეულწილად ის იზიარებს იმ პიროვნების ცოდები იქნება, კონკრეტული რაღაც სიტუაციების გაზიარება, ამ შემთხვევაში ქმრის ენერგიების გაზიარება. მთელი ქმრის საგვარეულო სიტუაციები შეიძლება ითქვას გადავიდეს არსებულ ქალზე. შესაბამისად, მესმის, რომ ჩვენი ტრადიციები ზოგადად ესეთი კუთხით არის, რომ უნდა შეიცვალოს გვარი, უნდა ჰქონდეს აუცილებლად ცვლილების მომენტი, მაგრამ გაიაზრეთ, რას როგორ აკეთებთ. შემდეგ უკვირთხოვნე, საიდან მოდის ამდენი პრობლემები. ჩემს საგვარეულოში ეს არ ყოფილა, ჩემს საგვარეულოში ის არ ყოფილა. როდესაც ხდება გვარის ცვლილება და მით უმეტეს ქმრის გვარზე გადასვლა, მზად იყავით იმისთვის, რომ გაიზიაროთ თქვენი ქმრის წინაპრების როგორც ცოდები, ასევე გარკვეული სახის ენერგიები.